საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. თუმცა ეს ცხოვრება და მუდმივად კარგად ვერ ვიქნებით და არის ხოლმე მომენტები, როდესაც ნამდვილად რაღაცა ვერ ვგრძნობთ თავს ისე როგორც საჭიროა, მაგრამ აი ეს ჩვენი შინაგანი სულიერი ჰარმონია და სიმშვიდე აუცილებელია იმისთვის, რომ შვიდად ვიგრძნოთ თავი. მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ თქვენი თბილი კომენტარებისთვის. ძალიან მაბედნიერებს ეს ყველაფერი, როცა ვკითხულობ ხოლმე და უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ ჩაგიწეროთ კიდევ ვიდეოები. და დღეს მინდა ერთ-ერთ კომენტარზე გავამახვილო ყურადღება, როგორც ნახე, არ ვიცნობ ამ გოგოს მე მგონი, მაგრამ მისმა კომენტარმა დამაფიქრა და ვფიქრობ, რომ ერთი-ორი სიტყვით გითხრათ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებული არის ურთიერთობაში ეს სიტუაცია, ძალიან დიდი თემაა, ამაზე შემიძლია საათობით ვისაუბრო, მაგრამ აი ხლა ამ ფორმატში ერთ-ორ წუთში შევეცდები ჩავატიო ჩემი სათქმელი. ამ გოგონას ეწერა ესეთი ტექსტი, რომ იცის რომ მიყვარს და როცა დაბრუნდება მივიღებ. მე მგონი ესეთი ტექსტი იყო, როგორც მახსოვს. მაგრამ გაცივდა ჩემს მიმართო. და ზუსტად ეს არის მეგობრებო პრობლემა. რომ კაცი როცა გაიგებს და იგრძნობს უკვე იმას, რომ როცა დაბრუნდება მიიღებთ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვენთან დაბრუნება, აი ზუსტად მაშინ ემართებათ ხოლმე აი ის მომენტი, რომ თვალები სხვაგან გაურბით, თქვენ აქეთ დარეზერვებული, ასე ვთქვათ, ეხა ცუდად არ გამომივიდეს ამ გოგონასთან, ან მასზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ამ საკითხზე ვსაუბრობ და აი ასეთი შინაარსის ურთიერთობებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრია. და ესეთი რეზერვში ყავხართ, ასე ვთქვათ, და იცის რომ თქვენ არ წახვალთ არსად და არც უნდა თქვენი გაშვება, მაგრამ იქით კიდე ვიღაცები ელოდებიან და აბა იმასთანაც ვცდი, ამასთან ჩემი რა მიდის, ეს მაინც არ წავა ჩემგან, აი ეს მომენტი ძალიან ძალიან გავრცელებულია მეგობრებო, არ ვიცი, საქართველოს მასშტაბით ვიძახე, იმიტომ რომ უცხოელებთან არ მაქვს შეხება და ძალიან მწუხარ ამის გამო, რადგან ეს კი, ცხოვრებაში ყველა ქალს დამართმია ალბათ, ძალიან ალბათ ერთი-ორი არის გამონაკლისი, ვისაც ესეც ურთიერთობაში არ ამოუყვია ერთხელ მაინც თავი, ზოგს ბევრჯერ, ზოგს ერთხელ და გასაკვირი არ არის აქ არაფერი და რაღაც დოზით ჭკუის სასწავლებელიც არის, იმიტომ რომ უფრო მეტად დავაფასოთ ჩვენი თავი და შემდეგ ურთიერთობებში ვისწავლოთ საკუთარი თავის ფასი და ის თუ რა დონეზე უნდა ვიყოთ ურთიერთობაში, ზუსტად ამიტომ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში ესეთი ადამიანები, რომ მათ გვასწავლონ ჩვენი თავის ფასი, საკუთარი თავის ფასი, შეგვაყვარონ ჩვენი თავი. ზოგიერთი პირველივე ჯერზე იყვარებს და იგებს ამ ყველაფერს და ამ გამოცდას აბარებს, ასე ვთქვათ, და ზოგს ძალიან ბევრი ჭირდება, ბევრი მცდელობა ჭირდება და ბევრჯერ ემართება ცხოვრებაში ასეთი რაღაც. ზოგიერთ ქალბატონს. თუმცა მეგობრებო, ეხლა ძალიან ბევრი ვარ გავწელო და ბევრი არ ვისაუბრო, გეტყვით, რომ გეცოდინებათ უკვე ძალიან ხშირად იძახიან ხოლმე, რომ მამაკაცებს აქვთ ესეთი მონადირული ფსიქოლოგია, რაღაცა უნდა სულ რომ ესე მონადირის პოზიციაში იყვნენ და ვერ გამოგიცნონ, ვერ დაგიჭირონ, ხო, ეს რაღაც გადატანითი მნიშვნელობით ვიძახი. მაგრამ ერთი სიტყვით ვიტყვი იმას, რომ ქალი, რომელიც არის დამოუკიდებელი, ქალი, რომელსაც აქვს თავის საქმე, რომელსაც აქვს თავის ფინანსები და არაფერი ჭირდება, ასე ვთქვათ, არაფერს ითხოვს მამაკაცისგან, მოთხოვნილება არ აქვს, გარდა იმისა, რომ იმაზე უკეთესად აგრძნობინოს თავი და იმაზე ბედნიერად ვიდრე იმ წუთას არის და ქალი ისედაც ბედნიერია მამაკაცის გარეშე, ასეთი ქალებისგან ნაკლებად გარბიან ხოლმე მამაკაცები. ამიტომ მეგობრებო, ჩემო ქალბატონებო, თუ გინდათ რომ ისეთ ურთიერთობაში იყოთ, სადაც მამაკაცი სულ თქვენს
ძიებაში იყოს, ასე ვთქვათ და თქვენი ამოცნობა ვერ შეძლოს ვერასდროს, თქვენ უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ვთქვი. ანუ მამაკაცის დევნა და არიქა დამიბრუნდის სახელი კი უნდა დაიწყოთ და ხვეწნამ უნდა რა. უნდა იმუშაოთ საკუთარ თავებზე, მეგობრებო, საკუთარ ცხოვრებაზე. უნდა გაიმჯობესოთ თქვენი რეალობა, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, როგორსაც იმსახურებთ. კარგი, მეც აღარ გავაგრძელებ ამაზე, იმიტომ ძალიან გამეწელება საუბარი და შევეცადე ყველანაირად, რომ რაღაცა 1-2 სიტყვაში ჩამეტია სათქმელი და დავიწყოთ ჩვენი გაშლა. და ესეთი დღევანდელი თემა ესე მოვიფიქრე. როგორ ქალად აღგიქვავენ ზოგადად მამაკაცები. აქედან გამომდინარე, რაც წეგან ვისაუბრე, მოდი ვნახოთ. როგორ ქალად აღგიქვავენ მამაკაცები. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ, როგორი ხართ მამაკაცების თვალში ზოგადად? როგორი ქალი ხართ მამაკაცების თვალში? ვნახოთ. როგორი ქალი ხართ მამაკაცების თვალში? ვაუ. ხომ, აი ჯერ აქედან ვისაუბრებ, ამოხვედით თასების დედოფლის პოზიციაში, თასების დედოფალი ხართ და მამაკაცები აღგიქვავენ როგორ ქალად იცით, მეგობრებო, ძალიან მზრუნველ, ემოციურ, აი ძალიან ყურადღებიან, აი თითქოს დედის ფიგურას, აი რაღაც მამაკაცებს ხო ჭირთ ზოგადად ესეთი მომენტი აქვთ ხოლმე, რომ აი როგორი რაღაც დედის სტილის ქალები მოწონთ ხოლმე, ხო? და აი თქვენ მამაკაცები აღგიქვავენ ზუსტად აი ასე. ნუ ვისთანაც გაქვთ კონტაქტი ალბათ და ვისაც მოწონ ხართ, აი თქვენი თაყვანისმცემელი მამაკაცები. ესეთ ქალად აღგიქვავენ, ძალიან მზრუნველ, ესეთი ემოციური კი ხართ, მაგრამ უყურეთ, აი თან ამავდროულად ძალიან მშვიდი, რაღაცა ძალიან ესეთი ყურადღებიანი, ფიქრობენ, რომ ძალიან ისეთი კარგი დედაც იქნები, ხო? ასევე ფიქრობენ, რომ ცოტა ბავშვური, ცოტა ისეთი ბავშვური და აი რაღაცა საკითხებში თითქოს ნაბიჯების გადადგმის რომ გეშინეთ, აი ესეთი ტიპის ქალად აღგიქვავენ, ცოტა შიშარა თუ ხო რა ვიცი, სიყვარულის შეიძლება იცი რა მომენტი აქვთ, აი არ ვიცი ვინმე მსადა თქვენთან ურთიერთობა შეიძლება და იგრძნო თქვენგან რომ რაღაც სიყვარულის გეშინიათ, ან რაღაც აი ესეთი მომენტი აქვთ კი. თუმცა ფიქრობენ რომ თქვენ ძალიან დიდი სიყვარულის მატარებელი ხართ და შეგიძლიათ გამოხატოთ ეს ყველაფერი. როგორ ქალად აღგიქვავენ მამაკაცები კიდევ, ასე ფიქრობენ ისინი თქვენზე, რომ თქვენ ვის ცხოვრებაში შეხვალთ, აი რაღაც ცვლილებას ახორციელებთ მის ცხოვრებაში, ცვლით ადამიანებს, ხო? უფრო მეტ წინსვლისკენ უბიძგებთ, უფრო უბიძგებთ, რომ იცით, დინებას კი არ მიყვეს, არა, პირიქით, აი რაღაც ძალიან სწრაფად იაროს ცხოვრებაში, აი რაღაც ეს სტიმულს აძლევთ მამაკაცებს. კარგი. კიდე როგორი ქალი ხართ მამაკაცების თვალში? როგორი ქალი ხართ მამაკაცების თვალში კიდე? ვინც პირველად მიყურებთ, ყოველ ჯერზე ვიმეორებ ხოლმე, რომ მიხვდეთ, რას ვაკეთებ.
ვინც პირველად მიყურებთ მეგობრებო, მე ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ ერთი და იგივე კითხვას ხშირად ვსვამ, რომ ვიღაცაზე ერთი რეზონირდება, ვიღაცაზე მეორე. და ჩემთვის დავფიქრობ თქვენთვისაც ესე უფრო კომფორტულია და უფრო მეც იგებთ ასეთი გაშლით. მე ესე ვფიქრობ. დამწერთ კომენტარებში რამდენად მოგწონთ ესეთი სტილის გაშლა. ხო. როგორი ქალი ხართ კიდევ მამაკაცების თვალში? მამაკაცები ფიქრობენ, რომ თქვენ იცით როგორი ქალი ხართ, შეიძლება აი ურთიერთობებს რაც ეხება, შეიძლება ძალიან ბევრი არჩევანი გაქვთ თქვენ ცხოვრებაში. თქვენ ისე უყურე როგორი ქალი ხართ, ბედნიერი ხართ, ესე გიყურებენ მამაკაცები, ბედნიერი ხართ ისედაც თქვენს რეალობაში და რაც შეეხება ურთიერთობებს, აი ურთიერთობებში საკმაოდ ნელი ხართ, რადგან ფიქრობენ, რომ აი ამის გეშინიათ, ყურებთ, იმედგაცრუების. შეიძლება გქონდათ ადრე ესეთი მომენტი და აი ახლა, იმიტომ წელავთ ასე ურთიერთობებს, რომ საკმაოდ გეშინიათ, არ ხართ აქტიური ურთიერთობებში. ასე ფიქრობენ, რადგან იციან, არ ვიცი, ყველას არ ეცოდინება, რა თქმა უნდა, ხა, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც სურს თქვენთან ახლა ურთიერთობა ან რაღაცა კომუნიკაციის დონეზე იცნობთ, ეს და იციან თქვენი რაღაც სიტუაცია და უშუალოდ ეს ადამიანები ხვდებიან, რომ ზუსტად აი ამ რაღაც ძველი იმედგაცრუებების ფონზე თქვენ საკმაოდ არ ხართ აქტიური ურთიერთობებში. ან შეიძლება ისედაც არ ხართ ზოგადად ხო არიან ქალბატონები ისეთები, რომ არ არიან ურთიერთობებში თვითონ აქტიურები. და მე სხვათა შორის ძალიანაც მომწონს ეს მიდგომა. მეც ესეთი ვარ, ალბათ. რადგან გვეშინია ზუსტად იმ იმედგაცრუების ხო, კიდევ როგორი ქალი ხართ მამაკაცების თვალში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ? კიდევ როგორი ქალი ხართ მამაკაცების თვალში? ვაუ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, მეგობრებო, ამ შემთხვევაში, იცით როგორი სიტუაცია, აი მამაკაცების თვალში თქვენ ხართ ჩვეულებრივად აი საჩუქარი. რაღაცა ესე ვიტყოდი რა, აი საჩუქარი ვითხართ მათ ცხოვრებაში, თუ ვინმე ცხოვრებაში მოხვდით და ასევე ვიტყოდი იმას, რომ საკმაოდ იცით როგორ ქალად აღგიქვავენ, ძალიან ცეცხლოვან, მოძრავ, ენერგიულ ქალად რაღაც ესეთი და ამავდროულად ძალიან ესეთი ხართ შინაგანად კეთილი, ადამიანების დახმარება რომ გიყვართ. ასევე რაც ყველაზე მიმზიდველია და რაც ყველაზე მეტად ჩანს თქვენში არის ის, რომ თქვენ ხართ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ვიღაცები მასწავლებლებიც იყოთ სხვათა შორის, რაღაცას ასწავლიდეთ და თქვენ ხართ ადამიანი, ან აი ესეც მომდის ახლა ესეთი ენერგია, რომ შეიძლება ითქვას, რომ აი ცხოვრების მასწავლებელი რაღაცა ესეთი ენერგია მომდის, რომ თქვენ ვის ცხოვრებაში შეხვდით, ზრდით ამ ადამიანებს, მიხვდით, აი აბსოლუტურ ტრანსფორმაციას ახდენთ მათ ცხოვრებაში და მარტო ცხოვრებაში კი არა, თვითონ ამ ადამიანში ძალიან დიდ ტრანსფორმაციას ახდენთ, ცვლით და ძალიან ზრდით ასეთ ადამიანებს. შეიძლება გაიცნოთ პიროვნება, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს იმ წუთას და თქვენთან ურთიერთობის დროს ეს ადამიანი ძალიან წარმატებული გახდეს, ფინანსურად, კარიერულად, აი არ ვიცი, ისეთი ზემოქმედება გაქვთ და შეიძლება მარტო ეს არა, მართლაც იყოთ მასწავლებელი, რაღაცას ასწავლიდეთ, რაც ამ ადამიანებს საკმაოდ ზრდის და წარმატებისკენ უბიძგებს და მიჰყავს წარმატებისკენ. ხო, აი ესეთი მასწავლებელი პიროვნება ხართ რა. გინდათ სულიერი, გინდათ რეალურად მასწავლებელი, გინდათ
აი არ ვიცი, რაღაცას ასწავლით ისეც ადამიანებს ჭკუას ასწავლეთ. შეიძლება მამაკაცებს ჭკუას ასწავლეთ ჩვეულებრივად. შეიძლება ეგეც იყოს. კარგი. ხო, ერთხელ კიდევ ვიკითხავ. კიდევ როგორი ქალბატონი ხართ მამაკაცების თვალში? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, კიდევ როგორი ქალბატონები ხართ მამაკაცების თვალში? როგორ ქალბატონად აღგიქვავენ მამაკაცები? ხო, აქ რაღაც იცით როგორი ის არის? წეგა რაც ვთქვი, ხო, რაღაც იგივე სიტუაცია მოვიდა თითქოს ადამიანების ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებთ, მეგობრებო. მამაკაცები აღიქვავენ, როგორ იცით, აი თითქოს აი რო დაგინახავენ, ან რო გაგიცნობენ, აი სულ ესეთი შთაბეჭდება უჩნდებათ თქვენს, რომ აი ეს ქალი რომ ჩემს ცხოვრებაში იყოს, რაღაც ღვთისაჩუქარივით იქნება ჩემთვის და აი ესეთი შეხედულობა აქვს თქვენზე. ასევე ფიქრობენ, რომ საკმაოდ ისეთი ქალბატონი ხართ, რომელსაც გამარჯვება უყვარს ძალიან. ასევე რა შეხედულობა აქვს თქვენზე? საკმაოდ იცით როგორი პიროვნება ხართ მათ თვალში, აი საზოგადოებაზე რომ გიყვართ შთაბეჭდილების მოხდენა. და ეს შთაბეჭდილება შეიძლება გიყვართ, როდესაც გაფასებენ, ხო? აი აქ წეგანაც აღვნიშნე გამარჯვება გიყვართ რა და ასევე რა თქმა უნდა გიყვართ, როცა გაფასებენ ძალიან, აფასებენ თქვენს მიღწევებს ან თქვენს რაღაცას იტყვით, ურჩევთ ვინმეს რაიმეს, ამას რომ აფასებს ადამიანი ძალიან მოგწონთ. ასევე ფიქრობენ, რომ თქვენ რაღაცა კაშკაშა ვარსკვლავი შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით მართლაც ისეთი გამოჩენილი პიროვნება ხართ სოციალურ ქსელში თუნდაც ან რაღაცას აკეთებთ ისეც რომ ძალიან აქტიურობთ სოციალურ ქსელში ან ამით მუშაობთ და ჩანხართ, ყველა გიყურებთ, ყველას მოწონხართ, რაღაც ისეთი მიუწვდომელ ქალად აღგიქვავენ მამაკაცები სერიოზულად და აი ასევე ისეთ ქალად, რომელსაც ძალიან უყვარს გამარჯვება და დაფასება. როდესაც იმარჯვებს, როდესაც აფასებენ. და ასევე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან კეთილი და ძალიან ისეთი პიროვნება ხართ მათ თვალში, დახმარება რო გიყვართ სხვა ადამიანებს, ვიღაცებს ეხმარებით შეიძლება, აი არ ვიცი რას აკეთებთ, რას საქმიანობთ, მაგრამ აი შეიძლება თქვენი პროფესია არის ისეთი, რომ ვიღაცებს ეხმარებით და გსიამოვნებთ ამ საქმის კეთება. ძალიან კარგი მეგობრებო, რაც ვთქვი, ყველაზე რაღაცა ისეთი დადებითი შთაბეჭდილებები აქვთ მამაკაცებს თქვენზე. მე ვფიქრობ, რომ შემდეგი გაშლა გავაკეთო თქვენ რა შეხედულება გაქვთ საკუთარ თავზე. და ეს ძალიან კარგი იქნება შემდეგ რჩევებიც. ამას აუცილებლად გავაკეთებ. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, 7 საღამოს და 7 ღამეს გისურვებთ. ჩემს ტელეფონის ნომერს გეტყვით 591-623-35 პირადი გაშლებისთვის, პირადი სესიებისთვის დამიკავშირდით WhatsApp-ზე ან Viber-ზე. შეგახსენებთ, რომ ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი და მუშაობ ძირითადად ურთიერთობების თემებზე და ამიტომაც მივეცი თავს უფლება თავში, რომ მესაუბრა ამ საკითხზე. ტაროს დახმარებით რა თქმა უნდა, ტარო ძალიან მადგება სესიების დროს და ასევე მეტაფორული ბარათები. თუმცა დიდი ხანია არ გამომიყენებია თქვენს ვიდეოებში ჩემი მეტაფორულ ასოციაციური ბარათები. გავიხსენებთ აუცილებლად, გვირდებით. დაგემშვიდობებით ახლა დროებით.